ნებისმიერი საუბარი დღეს ადგილობრივ არჩევნებზე და გადატანა მეორე საკითხად ახალი არჩევნების და პოლიტპატრონების გამოშვება არის ბიძინა ივანიშვილის სცენარი. კაცო, ევროსაბჭოს კონგრესმა გითხრა, დაივიწყეთო ეხა ადგილობრივი არჩევნებიო და საერთოდ რეკომენდაცია მოგცეს, რომ იქნება გადადოთ ეს არჩევნებიო და ჩვენ რატო ვიწყებთ ეხლა ამ არჩევნებზე გაუთავებლად ლაპარაკს. პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. სხვა რამის შემოტანა დღევანდელ დღის წესრიგში არის ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა. თვითონ თვითმმართველობის თემის გააქტიურება ქართული ოცნების მხრიდან არის პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებული. ადგილობრივი არჩევნები ვერანაირი ფორმით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ვერ მოახდენ. მანამ სანამ ეს პოლიტიკური კრიზისი არ დამთავრდება, არავითარი სხვა არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს არც თვითმმართველობა. ეს აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას. კითხვაზე, ვის აწყობს მიიღებს თუ არა პარლამენტის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ აიღეთ ChatGPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი და ჩაწერეთ აეხლავე მაგალითები მოგცეთ ბოიკოტს, საარჩევნო ბოიკოტს, რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. არ მოუტანია. არჩევნებში არ უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა, არ უნდა გაუმართოს ბრძოლა. არჩევნები არის ბრძოლა ამ შემთხვევაში. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ეს ადგილობრივი არჩევნები გამოყენებული იქნას რეჟიმის დასაზიანებლად და არ დაუთმოთ უბრძოლველად არც ერთი ადგილი. ეს უნდა იყოს ამოცანა. აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა თავისი სასურველი პარტიების ნახვას არჩევნებზე, ეს მოცემულობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობის მანდატებისთვის, საკრებულოების ადგილებისთვის იბრძვი. ეს ნიშნავს, რომ იბრძვი უკეთესი მომავლისთვის და ყველა ხაზს იყენებს საბრძოლოდ.